შობა მოგვიხმობს დავადგეთ გზას, რომ გადავლახოთ ჩვენი პიროვნული უდაბნო, რათა მის სიღრმეში ვიპოვოთ ნათელი, რომელიც არასდროს არ ქრება. ქრისტეს შობა არ არის მხოლოდ სადღაც იუდეაში ერთ ხამეს მომხდარი ამბავი. შობა ჩვენი სულის ცოცხალი მეტაფორაა. მეტაფორაა იმისა, რაც თითოეულ ადამიანში უნდა მოხდეს. შობის ამბავი ჩვენი სულის ამბავია. ჩვენ ვართ ის ბაგა, სადაც ღვთაებრივი ლამობს დაბადებას. ჩვენ ვართ მარიამი, რომელიც ატარებს აღთქმას. ჩვენ ვართ იოსები, რომელიც ფხიზლად მეთვალყურეობს. ჩვენ ვართ მწყემსები, რომლებიც ახრთოვანდებიან. შობა გახსენებაა. ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის არის სივრცე, სადაც შეიძლება იშვას ნათელი, მაგრამ ეს სივრცე მიუგნებელია აუზაურში, დიდებაში. მისი მიგნება მხოლოდ უბრალოებასა და მდუმარებაშია შესაძლებელი, თავმდაბალ მიღებაში იმისა, რაც მარად არის. ადამიანები მიდრეკილნი ვართ ღვთაებრივი ვეძებოთ არაჩვეულებრივში, იმაში, რაც ბრჭყვიალებს და თვალს იტაცებს. არადა, ქრისტეს შობა გვასწავლის, რომ ღვთაებრივი იმალება იმაში, რაც უმნიშვნელო ჩანს. სათუთი ბავშვი, მონგრეული ბაგა, არაფრით გამორჩეული ღამე, ასეთ გარემოში ვლინდება ღვთაებრივი. და ეს კანონი უნივერსალურია და უჟამო. ყველაფერი, რაც დიდია, ფეს თავმდაბლობაში იდგამს. შობა მოგვიხმობს მზერის გარდაქმნისკენ. გთხოვს გარეთ არ ვეძებოთ ის, რაც ჩვენ შიგნითაა. ეს ნათელი ბეთლემის წყდიაჩი რომ გამოვწყინდა ნათობს ჩვენში, მაგრამ მივიწყებულია ჩვენ მიერ. ჩვენმა შიშებმა, საზრუნავებმა, წუხილებმა, ტკივილებმა გადაფარეს იგი. არადა ის აქაა, ხელშეუხებელი, მუდამ მზადმყოფი გამოსხივებისთვის, თუ კი ცოტა ადგილს დაუთმობთ მას. ქრისტეს შობის ნამდვილი მნიშვნელობა შინაგანი დაბადებაა. შობა მხოლოდ ყოველწლიური დღესასწაული კი არ არის, არამედ ძალთა განწყობაა, მზაობაა აღრთოვანებისთვის. მოწოდებულები ვართ, რომ ვიქცეთ ამ ნათლის ჭურჭლად, ვაცადოთ ამ ნათელს, იზარდოს ჩვენში, გაანათოს ჩვენი ჩრდილები, ჩვენი ეჭვები, ჩვენი წუხილები, რადგანაც შობა გვეუბნება, რომ ყველაფრის გარდაქმნაა შესაძლებელი. რაც დამსხვრეულია შეიძლება გამრთელდეს, რაც დაკარგულია შეიძლება გამოჩნდეს. ზამთრის შუაგულში, როცა ყველაფერი ცივი და უნაყოფო ჩანს, ფარულად ღვივის სიცოცხლე, ფარულად მოელის ნათელი ამოფეთქებას. ამ შობას გავიხსენოთ თითოეულმა ჩვენგანმა. ყველანი ვატარებთ ჩვენში ამ ღვთაებრივ ნაპერწკალს. ჩვენ იმისთვის არ ვართ შექმნილნი, რომ წყდიად მას შთაგვთქას. მოწოდებულნი ვართ, რომ გავსხივოსნდეთ, რომ გავხდეთ სამყაროს მეჩირაღდნეები. სამყაროსი, რომელსაც ესოდენ სჭირდება ეს ნათელი. და ეს ნათელი სხვა შორეული მხარიდან კი არ მოდის. ის იბადება ჩვენში, ჩვენს ყოველდღიურ უბრალო ქცევებში. ის არის ჩვენს უნარში, სიყვარულისა, შენდობისა, იმედით ყოფნისა. მაშამ ღამეს თქვენი გულის დუმარებაში მიუგდეთ ყური. ვარსკვლავი სხივოსნობს, გიხმობთ და თუ გაუხსნით გზას, ფარდასავი თუ გადასწევთ თქვენს ეჭვებს, ნახავთ, თქვენში იშვება ღვთაებრივი ნათელი და მასთან ერთად მთელი სამყარო განახლდება. განვლილმა წელიწადმა თავის ხნულებში დატოვა ღრმაჭრილობები, მძიმე დანაკარგები, სულის გამო მფიტველი დაქანცულობა, წუხარებანი, ტრაგიკული ამბები, გზააბნეულობა. საავდრო ღრუბლები დამძიმებულ ცასავით დაგვაწვა ყველაფერი. ვნახეთ დაქცეული სამყაროები და დაკარგული იმედები. ხშირად დაუბადებია შეკითხვა, როგორღა გავაგრძელოთ წინსვლა, საიდან მოვიკრიბოთ ძალა, როცა ყველაფერი ასეთი მყიფეა.
მაგრამ შობა ჩვენ გვახსენებს ძველ, თუმცა შეურყეველ ჭეშმარიტებას. ყველაზე უკუნწყვდიაჩიც ნათელი იმარჯვებს ყოველთვის. სამხაროს ისტორია სიკვდილ დაბადებათა მონაცვლეობაა. ყოველი მარცხი, ყოველი უბედურება თავის თავში ატარებს ჩანასახს, აღთქმას. ჩვენ რომ შეგვეძლოს მზერის წარმართვა ნანგრევების მიღმა, იქ დავინახავდით უხილავ თესლებს, უკვე მზად ვყოფთ გასაღვივებლად. ახალი წელი თეთრი ფურცელია. მართალია ის ვერ გვპირდება, რომ სიძნელების გარეშე ჩაივლის, მაგრამ სამაგიეროდ ის ძვირფას რამეს გვთავაზობს. შესაძლებლობას, რომ ვწეროთ, რომ ვაშენოთ, რომ ხელმეორედ დავიბადოთ. იგი გვიხმობს არ დავრჩეთ გახევებულნი წარსულის ტკივილებში. გვთავაზობს, რომ გავხდეთ შემოქმედნი ნათელი მომავლის, რადგანაც ყველაფრის მიუხედავად ჩვენში უკიდეგანო უნარია სიყვარულის, ოცნების, იმედიანად ყოფნის. თქვენ, ვინც გამოიარეთ ეს წელი, როგორც გადიან უდაბნოს, ეჭვისა და სიმარტოის ტვირთით გედმოხრილნი, გახსოვდეთ, რომ უდაბნო მხოლოდ უნაყოფობის ადგილი კი არ არის, არამედ ის გამოცხადების სივრცეცაა. უდაბნოს მდუმარებაში ვეხებით, არსებით, აღმოვაჩენთ სულის მივიწყებულ საგანძურებს. ჩავლილი წელი თავისი განსაცდელებით, შესაძლოა უნაყოფო უდაბნო იყო თქვენთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ თითოეულ უდაბნოს თავისი ოაზისი აქვს და თითოეული ღამე ბოლოს განთიაც უთმობს ადგილს. მომავალი წელი თავის თავში ატარებს განახლების შესაძლებლობას, საშუალებას გვაძლევს, რომ ყოველდღიურობაში უბრალო, მაგრამ გულისმიერი და ამით ძლიერი ქცევები განვახორციელოთ. ვიზრუნოთ გარემომცველ სამყაროზე, გავამრთელოთ ის, ვისი გამრთელებაც შეიძლება, გავაძლიეროთ ჩვენში მოთფინება და იმედი. ახლა, როცა ზამთარი გარს გვახვევია, გვახსოვდეს, სიცოცხლე უძლეველია. თოვლის ქვეშ მარცვლები მოთფინებით ელიან გაღივებას, ნაცრის ქვეშ ნაკვერჩხალი ღვივის. ჩვენც შექმნილი ვართ იმისთვის, რომ კვლავ ფეხზე დავდგეთ, რომ განვიკურნოთ, რომ ხელახლა ვაშენოთ. სამყაროს თუნდაც დამსხვრეულს ვხედავდეთ, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ნათლის შემოქმედნი. ამ ახალი წლისთვის მივცეთ გზა ამ იმედიან შეტყობინებას. იქ, სადაც ტკივილია, მივფინოთ შვება, იქ, სადაც უნდობლობა, ავანთოთ ნდობის ალი, იქ, სადაც ქაოსია, შევიტანოთ მშვიდობა. სამყარო მყისიერად ვერ გარდაიქმნება, მაგრამ მას გარდაქმნის ჩვენი ქცევები, ჩვენი არჩევანები, ჩვენი გამძლეობა, ჩვენი რწმენა. დაე, ეს ახალი წელი ყოფილიყოს თქვენთვის თავიდან დაბადების წელი და თუნდაც გზას ჯერ ბოლო არ უჩანდეს, გაიხსენეთ. ყოველთვის ხივოსნობს ნათელი და ეს ნათელი თქვენშია. ეს ისაა, რაც სამყაროს უნდა მივუძღვნათ. ესაა ჩვენი ნამდვილი მოწოდება. ეს ნათელი ძლევამოსილია. ბედნიერი შობა ახალი წელი. იმედი ყოფილიყოს თქვენი ასკული.